მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ როგორც იცით გუშინ გავიარეთ რეგისტრაცია. ვინაც არის მაინც გახსენებთ წვითალბოლა არის დღეს ქუთაისში. ყოველ შემთხვევაში ამინდი საუკეთესო არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთეს ვერ ვინატრეთ ფიზიკურად. თავარია რომ წვიმა არ არის და დანარჩენს ეშველები. გუშინ გავიარეთ რეგისტრაცია ყველაფერი, საპორტო ნომერიც ავიღეთ. ჩვენ გამოვალ საპორტო ნომერით 4. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram და Facebook-ი, ასევე TikTok გვერდი, რომ მანდინდება რაღაც ინფორმაციები, რაცაც რა თქმა უნდა YouTube-ზე ვერ ნახავს და თავისთავად ყველა ინფორმაცია, დეტალები იდება მან. დანარჩენ კადრებს ადგილიდან შემოგთავაზებთ თუ რა მანქანები იქნება, რამდენი მანქანა იქნება ჩვენთან კლასში, უკან ამძრავ კლასში გამოვდივართ. და ადგილიდან მოგახსენებთ მანქანების რაოდენობას და რა მანქანები არის, სტუმრებიც არიან ჩამოსულები ბათუმიდანაც, თბილისიდანაც. და აუცილებლად გადავიღეთ კადრებს ადგილიდან. მეგობრებო, გადმოვინაცვლეთ პარკინგზე. ყველაზე მთავარი არის ამინდი გვაცდის, ჯერჯერობით იმედია. წვიმა არ გვექნება. ღმერთის იმედზე ვართ. გადმოვინაცვლეთ პარკინგზე, მონაწილეები ნელ-ნელა მოდიან, რა თქმა უნდა. რაოდენობა ძალიან ბევრი არის დარეგისტრირებული. ვნახოთ აბა, რამდენი სპორტსმენი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა ახლა რაღაც კადრებს ავიღებთ, მონაწილეები რო შევსებიან, გავესაუბრებთ ორგანიზაციასაც. გავიგებთ როგორი მასშტაბით იქნება, როგორი გეგმება ეს მე როგორც ვიცი, ანუ მეორე ან მესამე შეჯიბრია დაახლოებით, მესამე სეზონია ესე რომ ვთქვათ. და გავიგებთ განვითარება როგორი იქნება მომავალში შემდგომ, გავესაუბრებით მონაწილეებს. რაც თავარია, ამიტომ უნდა გვაცადოს. აგერ ჩემი ნადირი წინა ამძრავში ზურა ლომას მანქანა არის, ეს ერთ-ერთი ფავორიტი მანქანა არის. ზომებიდან გამომდინარე. მეგობრებო, აქვე გაჩვენებთ კადრში რამოდენიმე მანქანებს. ერთ-ერთი მანქანა არის აი პრო კლასის, ასე ვთქვათ, უხუცესი არის. იმენა წვითალბოლაში ძალიან კარგი მანქანა არის, მაგრათაც გამზადილი არის, პრო კლასის მანქანა არის, Citroen-ი. და რა ვიცი, ერთ-ერთი ფავორიტი არის თავის კლასში რა. არის ჩავხედოთ აბა სალონში, გაჩვენებთ მეგობრებო. არის კარგად გახაფანგებული, მაგრამ ყველაფერი აკურატად აქვს, კოვშიც მაგარი მორგებული კოვში აქვს, თავისთავად გამოტყავებული არის და მაგარი მომზადილი არის. პროფესიონალურ დონეზე არის მომზადილი, კონკრეტულად წვითალბოლისთვის არის გამზადილი ეს მანქანა. და ერთ-ერთი აღნიშნავ ფავორიტი არის. გადავიწევთ ახლა დავინახოთ მეგობრებო, აი აბა სხვა მონაწილეებთანაც. ბევრი მონაწილე მანქანებთან არ არის. მაგრამ მანქანებს გაჩვენებთ. ერთ-ერთი Subaru. როგორც ხედავთ, ახლა ნუ მე Subaru-ს მოყვარული არა ვარ ზოგადად, მაგრამ კარგი აგეთებული მანქანა ჩანს, სხვათა შორის არაერთხელ ხედავ ამ მანქანას კონკრეტულად აი ამ შეჯიბრზე და 4 ამძრავში ერთ-ერთი ფავორიტი მანქანა არის ესეც. და რა თქმა უნდა, გვიჩვენებს საქმეზე გამოჩნდება ვინ როგორ ივლის. მეგობრებო, აქვე გაჩვენებთ ერთ-ერთ ჩემ კონკურენტს BMW 125, ძალიან კარგი ჯანზია სხვათა შორის, კარგი აგეთებული არის, კარგადაც დადის და წარმატებებს უსურვებ, კარგი მანქანა არის და რავი გამოჩნდება რა. ყველაფერი საქმეზე გამოჩნდება ვინ როგორ ივლის. მეგობრებო, როგორც ხედავ, აი მიმდინარეობს მზადება. ამინდი ცოტას არ გვაცდის, მაგრამ ნუ
ეგ არ შეგვაშინებს ჩვენ სრული შემართებით ვართ. სპორტსმენების რაოდენობაც ყველა ადგილზე არის, რეგისტრაციები ყველას გავლილი აქვს და ვემზადებით უკვე დასაწყისისთვის. აქვე გავესაუბრებით ერთ ჩვენ ძველ ჩემპიონს, რამოდენიმე გზის ჩემპიონს, სალამი ვასო. ერთი-ორი სიტყვით რო გითხრა, აი რა განწყობით ხარ, რა მანქანით ხარ ხალხსაც რო უთხრათ და რა მოლოდინებს ელოდები მიუხედავად ამიდან გამომდინარე. მოგესალმებით. ამ ეტაპზე გამოვდივარ BMW 36-ით, 2.8 ძრავით. რავი განწყობა ცოტა ამინდი გვიფუჭებს განწყობას, მაგრამ იმედია გამოსწორდება და საფარის გაიშრება და შემართებით მოსაგებათა ვარ მოსული. წასაგებათ არასდროს არ დავდივარ შეჯიბრზე და რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ანარჩენს წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. შევხედავთ გზა გვაჩვენებს ყველაფერს, რა იქნება და როგორ იქნება. მეგობრებო, ახლა უკვე მთავრდება A-კლასი, ფინალი არის. ჩემი ძმა და მეგობარი გამოდის ზურა. მიკრათი ეხანაც ვახსენეთ ვიდეოში და შევხედოთ ფინალურ გალბენს. პირველი მეორე ადგილზე იქნება და რა ვიცი, ბალერში ყოფთ ზურას და რა ვიცი, ძალიან დიდი შანსები აქვს, რომ პირველი ადგილი პედესტალზე დღეს ავიღოთ. აი ამ კონკრეტულ კლასში, A-კლასში მთავრდება ფინალები. კი, აი თქვენც ხედავთ. სტარტის ხაზთან დგას და ძალიან კარგი შედეგებით მოვედით ფინალამდე რა და ფინალსაც დავაგვირგვინებთ 100%-ით. მეგობრებო, დასრულდა A-კლასი, წარმატებით დასრულდა, გამოვიდნენ ჩემპიონებიც. ეხლა მიმდინარეობს 4-4 წამყვანი კლასები და შემდგომ იქნება უკანამძრავიანი კლასი. აქ მეგობრებო, მინდა გავესაუბროთ BMW Official Federation-ის დამფუძნებელს ნიკას. ერთი-ორი სიტყვით ბატონო ნიკა მოგესალმებით. მოგესალმებით. რო გითხათ, აი რა განწყობა არის, როგორ მიმდინარეობს თვითონ ეს ღონისძიება და სამომავლო გეგმებიც რო გითხრათ, რო ხალხს გავაცნოთ. მეორე ეტაპი არის შეჯიბრების ჩატარების, ძალიან კარგი განწყობა არის. თავისთავად წინს რო გვექნება უფრო ნოემბრისიდან ოფიციალურად დავიწყოთ ამ შეჯიბრებების ჩატარებას. სხვა ქალაქებშიც თავისთავად. და ასევე გვაინტერესებს აი რო გითხრათ ცოტა ასე ვცლად რა. ეს როგორც ვიცი მეორე ეტაპია, ასე რომ ვთქვათ, შეჯიბრი მეორე სტარტდება და შემდგომ თავისთავად ნოემბრის თვიდან როგორც ბატონო ნიკა ახსენა დაიხვეწება ეს შეჯიბრი ოფიციალური სახე მიეცემა და ჩემპიონატები განიმართება 4 სხვადასხვა ქალაქებში. ერთი-ორი სიტყვით ნიკა რო გითხრა, მხარდამჭერები ვინ არიან და ადგილობრივი მერია როგორ გვერდში გვიდგას აი ამ ყველაფერში ამ სპორტის განვითარებაში. პირველ რიგში მერიდან დავიწყებთ. ძალიან გვერდში გვიდგია ბატონი დავით ირემეიშვილი, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩავატაროთ ავტოსპორტი, ხალხს ვანახოთ სანახაობა. ასევე დამფინანსებელი ყავს ვალონაინი, ვაფინანსებს ზეთით. და რა ვიცი, სამომავლოდ ალბათ მეტი გვეყოლება კიდე დაფინანსების ახალი დაწყებითი რო არის, ჯერ არ ყავს სპონსორები მაინდა-მაინც ბევრი, მაგრამ ის სპონსორებს უხომესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. რა თქმა უნდა. გაიხარე ნიკა შემოგევლეთ წარმატებები, ჩვენს გვერდში ვარ და ჩვენი მაყურებლებიც წარმატებლები და ანუ ბედნიერები ხდებიან. ეს იყო ჩვენი BMW ოფიციალის წარმომადგენელი
ბატონი ნიკა სპონსორებსაც შეეხება კი ჩამოგვითვალა სპონსორებიც მერიაც რა თქმა უნდა და ძალიან მივესალმები რომ გვერდში უდგას აი ამ აქტივობას ანუ ჩვენი ავტოსფერო ვითარდება არა მხოლოდ წუთარბოლები ვითარდება ასევე დრაგიც ვითარდება და ანუ ყველა ის ჩვენი დრაგ რეისინგები რაც ტარდება ჩვენი საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგია რომ ხალხს ინტერესი გააჩნია და ახალგაზრდები უფრო დაკავებულები არიან ასე ვთქვათ სპორტის სახეობებით რა მე პირადად ძალიან მოხარული ვარ და ყველა ხარდაჭერს უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო მეგობრებო, მოგახსენებთ რომ დამთავრდა 4-4 სამძრავების კლასი. პირველი მეორე ადგილი გაინაწილა ტესლამ და ეხლა უკვე დაიწყო უკანამძრავების კლასი და რამოდენიმე სპორტსმენის ვიდეოებს გადავიღებთ აუცილებლად. სამწუხაროდ მე პირადად ჩემი გარბენი დავასრულე, დავმარცხდით. ამ გარბენში რა თქმა უნდა ვერ წავიდა სიტუაცია ისე როგორც ჩვენ მქონდა გაწვე ყველაფერი, უბრალოდ გადავიწვი მე პირადად. დილის 8 საათიდან ველოდით და ეგეთ რაღაცას ხდება რა.
არანაირ მიზეზებს არ ვეძებთ, ხდება სპორტი არის, ყველაფერი ხდება და კი დაგვაღამდა. ამით დავასრულებთ ჩვენ სამსეჯებს. ამ ეტაპზე ესე იქნება. გამოიწერეთ აუცილებლად არხი მეგობრებო და ლაიქეთ და დააკომენტარეთ. დროებით გემშვიდობებით.